როგორ გითხრა? რა გითხრა მითხარი? მე ვერაფერს ვერ გეტყვი. რას ეტყობთ ოცნების მთავრობას? რა იქნებოდა თქვენი გზავნილი? რას ვეტყოდი? ხალხს სული ამოვდა პირში. მე სამართლიანია ის, რომ იზრდება პრეზიდენტის, ასევე პრემიერ-მინისტრის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები გაიზარდა 1400 ლარი და უკვე 16,000 ლარია. არის თუ არა ეს სამართლიანი? გასაკვირველია, იმიტომ რომ ჩვენს ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი და აისახება რა თქმა უნდა ჩვენს ხარისხზე ცხოვრებს. არ იმსახურებენ? რატომ არ იმსახურებენ? რატომ იმსახურებენ? მოდი შეიძლება რომ გითხოთ ხელფასების გაზრდაზე რას ფიქრობთ? პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები გაიზარდა წელს კიდევ ერთხელ 1400 ლარი და უკვე 16,000 ლარია. სამართლიანია თუ არა მათი ხელფასების ზრდა? ჩვენ ასეთი სამართლიანი ხელისუფლება არ ყოლი არასდროს. ამიტომ რასაც აკეთებენ ისინი მართლაც აკეთებენ. ანუ სამართლიანია პრემიერის ხელფასი 14,000 ლარი, ამას თორსა უფრო სასადილოა ერთი ადამიანის კვებისთვის იხარჯება 1 ლარი და 57 თეთრი. პრემიერს კონდეს აბა ვისფერი ხელფასი. მათი ხელფასები გაიზარდა, ეს თუ არის სწორი? ჩვენიც რომ გაიზარდოს არც ცუდი იქნება მე მგონი. და ამ დროს სასადილოებში იხარჯება ლარნახევარი დაახლოებით კვებისთვის. ეს რას ნიშნავს? მწვავეებისთვის დიახ. სოციალურწმული ადამიანებისთვის. ჭირდება დახმარება უცილებლად. შესაძლებელია ლარი და 57 თეთრით სადილის მომზადება?